Globალურად 1.200.000 ადამიანი იღუპება. Ყველაზე მეტი მაჩვენებელი 5-დან 29 წლამდე გარდაცვალების არიან ახალგაზრდები და აქედან უმეტესობა ყოველი 4 გარდაცვალების ფაქტიდან ერთი არის ფეხით მოსიარული ან ველოსიპედისტი. აქედან გამომდინარე არის ზუსტად ეს კვირეული და ამ გზავნილებით არის და ჩვენც ვეცდებით რომ საქართველოშიც ამ კვირეულის ფარგლებში გავაჟღეროთ ხმა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე. 2023-ში 95 ადამიანი გარდაიცვალა ფეხით მოსიარულე და 3 ველოსიპედისტი, ხოლო 2024-ში 101 ადამიანი გარდაიცვალა ფეხით მოსიარული და 3 ველოსიპედისტი. ანუ ფაქტიურად ფეხით მოსიარულეთა გარდაცვალების ფაქტები ყოველწლიურად იმატებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გავამახვილოთ ყურადღება ფეხით მოსიარულეთა პრობლემაზე. გვინდა რომ იგივე ეს გარდაცვალების ფაქტები შემცირდეს იმ ჩარევებით, რა ჩარევებიც არის გზების უსაფრთხო დიზაინის მოწყობა, იგივე მეტი გადასასვლელები ფეხით მოსიარულეებისთვის და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის შექმნა. თუმცა ამავდროულად აქვე მინდა ვთქვა, თვითონ ფეხით მოსიარულეებისთვისაც მნიშვნელოვანი არის სოციალური კამპანიები აწარმოოს ქვეყანამ და სახელმწიფომ, რადგან არა მარტო მძღოლი, არამედ ხშირ შემთხვევაში ფეხით მოსიარულეც არის დამნაშავე, როცა იგი არასწორ ადგილზე გადადის, არ ემორჩილება საგზაო მოძრაობის წესებს. ამიტომ ეს თანაზიარი პასუხისმგებლობა უნდა იყოს მძღოლსა და ფეხით მოსიარულეს შორის და მაქსიმალურად მეტი სოციალური კამპანია ჭირდება, მხოლოდ კანონების მიღება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება არ კმარა, არამედ სოციალური კამპანიის მნიშვნელობად გაზდა არის, ასე რომ ვთქვათ, საჭირო.